ბრუნდებით პირდაპირ ეთერში სტუმართან ერთად დავით უსუფაშვილია ჩვენი გადაცემის სტუმარი. საღამოშტობისა დავით, ბატონ დავით, დიდი მადლობა რომ მოგწადით და იღებთ ჩვენს გადაცემაში მონაწილეობას. დიდი მადლობა მოწვევისთვის. დიდი მადლობა იმისთვის, რასაც აკეთებთ და ისი მომსწრეც ვარ მე ამ წუთში და მე პირველ რიგში ბოდიშ ვიხდი რომ არ დაგაცადეთ კითხვის დასმა, მაგრამ მე მინდა ყველას ტელემაყურებელს, რადიომსმენელს უთხრა რომ ჩვენ ყველა უნდა ვიყოთ უკიდურესად ბედნიერი რომ თქვენ არსებობთ და მუშაობთ აი იმ პირობებში, რა პირობებშიც გიწევთ დღეს მუშაობა და აგრძელებთ არა მხოლოდ თქვენი პროფესიული მოვალეობის შესრულებას, არამედ გაცილებით მეტ და დიდ საქმეს. და იმ ცუდი ამბების ფონზე, რაც ხდება, ყველაზე მეტად და ყველაზე მკაფიოდ ჩანს ის სიკეთე, ის პროფესიონალიზმი, ის გამძლეობა, რომელთაც თქვენ მუშაობთ. უბრალოდ ეს დღეები, ეს წუთები, რასაც თქვენ უძლებთ და რასაც აკეთებთ, ეს არის დასაფასებელი და მე დარწმუნებული ვარ ტელემაყურებელი, რადიომსმენელი ამას სათანადო დააფასებს. ძალიან დიდი მადლობა ბატონ დავით, უბრალოდ მაყურებელს დარჩა შტაბეჭირება რის გამო მოხდა ეს ყველაფერი. ჩვენ ძალიან ძიმე პირობებში გვიწევს მუშაობა, ტექნიკური თვალსაზრისით არ არის არანაირი კონტაქტი, ძალიან ცუდი კონტაქტია ცენტრალურ სააპარატოსთან და ეს არის ძალიან ძიმე ფონი იმისთვის, რომ ჟურნალისტმა წამყვანმა იმუშაოს, არა მარტო წამყვანმა, ოპერატორებმაც, ვინც ახლა სტუდიაში იმყოფებიან, იმუშაონ ნორმალურ ჩვეულ რეჟიმში. ერთი ინფორმაცია და შემდეგ დავიწყოთ საუბარი. როგორც ჩვენთვის არის ცნობილი, მოლაპარაკება, რომელიც მიმდინარეობდა ეროსიკი წმარიშვილსა და მამუკა ღლონს შორის, ტელეკომპანია მაესტროს შენობის მეორე სართულზე, იქ სადაც ნაწილი თანამშრომლების იმყოფებიან და ასევე იმყოფება დამფუძნებელი მამუკა ღლონი დასრულებულია, რამდენადაც მე ვიცი, ეროსიკი წმარიშვილმა დატოვა მეორე სართული, ის ჩამოვიდა პირველ სართულზე, სადაც თავის თანხმლებ პირებთან ერთად იმყოფება. როგორც ჩემთვის არის ცნობილი, ამ ეტაპზე ჯერჯერობით კომენტარი არ კეთდება. ჩვენ დაველოდებით პირველ კომენტარებს თუ როგორ დასრულდა ეს შეხვედრა და მოლაპარაკება, ასევე გვექნება სატელეფონო ჩართვა ჩვენ ჟურნალისტთან, რომელიც დეტალურად მოგვახსენებს იმ სიტუაციას, რომელიც ახლა არის მაესტროში და რა ინფორმაცია აქვს ამის შესახებ. ამაზე მოგვიანებით დავუბრუნდეთ ჩვენი საუბრის თემას, ბატონ დავით. გარდა იმისა, რომ ჟურნალისტებს უწევთ ძალიან მძიმე მდგომარეობაში მუშაობა, თავად საზოგადოებაც დაბნეულია და ალბათ ნაწილი განიცდის კიდევაც იმას, რაც ხდება მაესტროს ირგვლივ. როგორ შეიძლება ეს ყველაფერი ისე განვითარდეს, რომ საზოგადოების ინტერესი არ დაზარალდეს პირველ რიგში? მე არ მგონია რომ საზოგადოება დაბნეულია, მე მგონი საზოგადოება ძალიან კარგად გაერკვა ვითარებაში და ეს თქვენი და თქვენი კოლეგების დამსახურებით სხვადასხვა მედია საშუალებებმა საზოგადოებას მე მგონი ამცნეს სრული სიმართლე იმის თაობაზე თუ რა ხდება და რატომ ხდება ამის თაობაზე. ამიტომ საზოგადოებაში დაბნეულობას ვერ ხედავ, თუმცა საზოგადოებაში ვხედავ მე ერთი მხრივ მხარდაჭერას, თავისუფალი აზრისადმი, თავისუფალი ტელეკომპანიის, ზოგადად ჟურნალისტებისადმი და მეორე მხრივ უკიდურეს გაბრაზებას. გაბრაზებას და აღშფოთებას იმითი, რაც ხდება და რისი მოწმენიც ვართ ამ. კი ბატონო, გაბრაზებაზე ვიდრე ვისაუბრებთ, დაბნეულობაზე როცა საუბრობდი, ანუ არის საზოგადოების ნაწილი, რომელიც ვერ გაერკვა რა ხდება მაესტროს თავს. რა წილებზეა საუბარი, რა კონფლიქტზეა საუბარი, რა თანხებზეა საუბარი ზოგადად და არის თუ არა ეს მხოლოდ და მხოლოდ მმართველ კომპანიასა და დამფუძნებელს შორის დაპირისპირება, მხოლოდ და მხოლოდ მატერიალურ საკითხებზე და სხვა არაფერზე. ძალიან ძნელია ეს ყველაფერი აიხსნას რაიმე დამაჯერებელი მოტივით, ყოველ შემთხვევაში ჩემთვის გასაგები მოტივით ამ თვალსაზრისით, იმიტომ რომ ის რასაც ეროსიკი წმარიშვილი აკეთებს, ეს ვიცი რამდენი ხანია უკვე მეორე დღეა, ძალიან ძნელია რაიმე მოტივი დავინახოთ, რომელსაც შეიძლება უწოდო ლოგიკური, ნორმალური, ჯანმრთელი, ჯანსაღი და ასე შემდეგ. თუ მას აწუხებს მედიის საკითხი და თავისუფალი სიტყვის საკითხი, მაშინ სრულიად გაუგებარია მისი მოქმედება, როდესაც აქ დამფუძნებლებში არ არის საქმე, როდესაც მაესტროს კოლექტივი და რამდენადაც ჩემთვის ცნობილია 100%-ით, ანუ ერთი ადამიანი ვერ ვნახე, მეც ვიყავი მოსული იქ და აგერ ხართ ყველანი და ერთი ადამიანი ვერ ვნახე, რომელიც ამბობს, რომ კი ეროსი ზრუნავს ჩვენზე, ტელევიზიაზე, ანუ ის ახორციელებს იმ ფუნქციებს, რაც მას გადაცემული ქონდა დამფუძნებლების მხრიდან. ანუ ეს რომ არ არის მედიაზე და მაესტროზე ზრუნვა, ეს სრულიად ცალსახაა, იმიტომ რომ თავად მედია, თავად მაესტროს კოლექტივი, კიდევ მე ერთი წუთი დამფუძნებლები რომ გვერდზე გადავდოთ იქ სხვა ინტერესები შეიძლება არსებობდეს თეორიულად ქონებრივი და სხვა. ამიტომ ეს არ არის მედიაზე ზრუნვა. მაშინ რა რჩება? ეს არის ან პოლიტიკური мотивация და
და მე ვერ ხედავ ვერანაირ სარგებელს, რაც ეროსიკი წმარიშვილმა ამ ამბებიდან შეიძლება მიიღოს პოლიტიკურად, თუ ის ვინმეს ხელში ბრმა იარაღია და ვინმე მას ასე იყენებს, მე ამ კაცს დიდი ხანია ვიცნობ და არ მგონია რომ ასეთი უგუნურია რომ ვერ ხვდებოდეს საკუთარ პოლიტიკურ თუ ადამიანურ თუ მოქალაქეურ რეპუტაციას რამხელა ზიანი მიაყენა ამ ბოლო ხანებში. მისი პოლიტიკური мотиваციისთვის რა სარგებელი შეიძლება მოიტანოს ამ ბოლომდე? ამიტომ მას პირადად ვერანაირი სარგებელი ვერ ექნება. თუ ვინმეს პოლიტიკურ мотиваციას მიყვება და ვის შეიძლება აწყობდეს მაინც თქვენ ეძებდით გუშინ გააკეთეთ კომენტარი, გაინტერესებდათ ვინ აფინანსებს ეროსიკი წმარიშვილსო და ამ ყველაფერს სხვა იპოვეთ პასუხი? ჯერჯერობით ვერა, თუმცა მაქვს განკვეული ვარაუდები, მაგრამ რჩება ერთადერთი შესაძლოა ქონებრივი ფინანსური თემა და ინტერესები და მე არ ვიცი ამას ალბათ თავად მაესტროს სათანადო პირები და ამფუძნებლები და სხვები ამაზე სწორედ ამ მოლაპარაკებების შემდეგ თუ არ ვიცი ბოლოში რაღაცა გაირკვევა, მაგრამ მე საკითხს ასე დავსვამდი. რა შეიძლება ემართოს ვინმეს ამ შემთხვევაში ეროსიკი წმარიშვილის რომ ეს ქმედება ღირდეს იმ ფულად. მე არ ვიცი ახსენებს რაღაცა 4.5 მილიონს თუ 2 მილიონს თუ 3 მილიონს. მე არ ვიცი რისთვის შეიძლება ჭირდებოდეს ადამიანს ეს ფული თუ ის ვინმემ ვარაუდი გამოვთქვათ. არასწორად ასე ვთქვათ მიითვისა მისგან ან რაღაცა ანგარიშები ვერ გაასწორეს ერთმანეთთან. რა ფულად შეიძლება შეფასდეს ის არ ვიცი ზიანი ადამიანის ავტორიტეტის და მისი პიროვნებისადმი, რასაც ის საკუთარ თავს უკეთებს. მე არ ვიცი რაში თქვათ და მას აქვს ფულადი პრეტენზიები ფინანსური არ ვიცი რაღაცა. და თქვათ ამ გზით მან ეს მოაგვარა და დაიკმაყოფილა. რისთვის ჭირდება ის ფული? რაში უნდა დახარჯოს? ხვალდაზე რა უნდა გააკეთოს იმ ფულით, იმ ყველაფრის შემდეგ რაც ხდება. ამიტომ ეს ჩემს შესაძლოა. მისი გადასაწყვეტია, ხო, ალბათ გადასაწყვეტია, მე მესმის, მაგრამ ჩვენ გვისმენენ ადამიანები, რომლებისაც არ არის სულ ერთი რაღაცა კატეგორიები, რომ რა გზით, რა საშუალებით მოიპოვებ თუ გადაარჩენ საკუთარ, არ ვიცი, ფინანსებს და ასე შემდეგ. არის სასამართლო, არის რაღაცა დავის და გარკვეული გაუგებრობების მოგვარების ცივილიზებული წესი. და გამთენიისას ღობეზე გადაძრომა და რაღაც შენობის დაკავება და ეს უბედურება, ამას ლაპარაკობ, გააჩნია რა გზით და რა ხერხით ეს არის იმართავ თუნდაც საკუთარი კანონიერი ინტერესის კი ბატონო, რაც არ უნდა არგუმენტები ქონდეს ამ შემთხვევაში სამართლებრივი ეროსიკი წმარიშვილს ყველაფერი იმასთან დაკავშირებით, რაც ახლა ხდება მაესტროს ირგვლივ, მაესტროს შიგნით თუ გარეთ, ფორმა, რომლითაც მან განახორციელა ტელევიზიაში შესვლა, ფორმა, რომლითაც ის ცდილობს გარკვეული მართვის განხორციელებას, როგორც ის აცხადებს, მას აქვს ამის უფლება. ეს ფორმა რამდენად ჯდება ზოგადად სამართლებრივ კონტექსტში? მე თქვათ სისხლის სამართლის კოდექსის მუხლებს არ მოვიყვანეს ეს საქმეა და სწორედ რომ გაოცებული ვარ ის ხვები რატომ არ კითხულობენ სისხლის სამართლის კოდექსის სათანადო მუხლებს და ეს პოლიცია რომელიც აქამდე რატო არ ჭრის ამ პრობლემას ეს ცალკე თემა და ამიტომ ამბობ რომ რატო არ ჭრის როგორ ფიქრობთ ბატონო დავით პოლიცია რომელიც გამოიძახა მეორე მხარემ ამ შემთხვევაში დამფუძნებლებმა გამოიძახეს და ის პოლიცია არ უშვებს იქ იმ რომლებიც ასე ვთქვათ შედიან და ამბობენ მოგვეცეთ საშუალება მუშაობის ანუ გაათავისუფლოს მანის ადგილი, სადაც ჩვენ უნდა ვიმუშაოთ, ხო? არ უშვებს იმ დამფუძნებლებს, ვინც გამოიძახა. რა თქმა უნდა. ამიტომ აქ ყველაფერი ნათელია, ხელისუფლების მხრიდან ამდაგვარი დამოკიდებულება, პოლიციის მხრიდან ამდაგვარი დამოკიდებულება, როგორც ჩანს, ემსახურება გარკვეულ მოტივებს. მე არ ვარ დარწმუნებული, რომ მხოლოდ ის ხდება რეალურად, რასაც ჩვენ ხედავთ ამ წუთში. შეიძლება რამე მოხდეს? უნდა ვიყოთ მზად იმისთვის, რომ შესაძლოა იყოს გამიზნული რაღაცა, ასე ვთქვათ, მეორე სერია ამ მოვლენების. მაგრამ სწორედ მედიის თანადგომა ამ პროცესში საზოგადოების თანადგომა საერთაშორისო სამყაროს თანადგომამ უნდა გამოყენოს ფონს. მეორე სერია მოვლენების რა შეიძლება იყოს? მოდით ამაზე ვისაუბროთ, ოღონდ ჯერ სატელეფონო ჩართვა გვაქვს ჩვენ ჟურნალისტთა ნანუკა იორდანიშვილია სატელეფონო ხაზზე. საღამოშტობისა ნანუკა ყურსასმენი საღამოშტობისა. პირველ რიგში გვაინტერესებს რა ხდება მაესტროში ამ დროისთვის, გვაინტერესებს როგორ დასრულდა მოლაპარაკება თუ გაკეთდა რაიმე პირველი კომენტარი.
ჯერჯერობით მოლაპარაკებები არ დასრულებულა მაესტროს დამფუძნებლებსა და ეროსი კიცმარიშვილის შორის. ეს მოლაპარაკებები დაახლოებით 6 საათზე დაიწყო და ის კიდევ გრძელდება. თავდაპირველად შეხვედრები შედგა ჯერ მამუკაღლონთან, შემდეგ ეროსი კიცმარიშვილთან, თუმცა ამ დროისთვის ისინი უკვე ერთად განაგრძობენ მოლაპარაკებებს. მე შეგახსენებთ, რომ მოლაპარაკებებს მედიატორობას უწევს კოალიცია მედია ადვოკატირებისთვის. ამ დროისთვის შეხვედრებს ესწრებიან ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის წარმომადგენელი თამარ კორძაია, ასევე ჟურნალისტები ნინო ზურიაშვილი და ელისო ჩაბიძე. შეხვედრაზე ასევე იმყოფება ლიკა ბასილაია, გამჭვირვალობას საქართველოს წარმომადგენელი, ასევე ხატია ხინჯიკაძე, ღია საზოგადოების წარმომადგენელი. ჯერჯერობით ჩვენთვის ისე როგორც ყოველთვის უცნობია მოლაპარაკების დეტალები, ჩვენ ყველანი ერთად ველოდებით ამ მოლაპარაკების შედეგებს, რომელიც სავარაუდოდ ალბათ განსაზღვრავს იმას, თუ როგორ რეჟიმში შევძლებთ ჩვენ მაესტროს თანამშრომლები მუშაობის გაგრძელებად. ნანუკა, ჩაგეკითხებით თუ შეიძლება გავრცელდა სანამ ჩვენ ეთერს დავიწყებდით და საუბარს ბატონ დავითთან, გავრცელდა ესეთი ინფორმაცია, რომ ეროსი კიცმარიშვილმა უკვე დატოვა მოლაპარაკება, ანუ ეს არ შეესაბამება სიმართლეს? არა, ეროსი კიცმარიშვილი ამ დროისთვისაც აგრძელებს მოლაპარაკებას, როგორც ჩვენთვის არის ცნობილი, ეს მოლაპარაკებები ისევ გრძელდება, ანუ არანაირი შედეგი ჯერჯერობით არ დასრულებულა. ასე რომ ჩვენ ყველანი ვჩებით მოლოდინის რეჟიმში. კი ბატონო და ჩვენი ჩართვის და სასრულს რა ხდება მაესტროში? შეიცვალა თუ არა რაიმე სიტუაცია თქვენთვის ჟურნალისტებისთვის? ჩვენთვის მდგომარეობა არის უცვლელი, ისევ და ისევ ჩვენ ვინც ვერ შევძელით მეორე სართულზე შესვლა გუშინ, ესე ვიმყოფებით პირველ სართულზე და ვცდილობთ ის მოვლენები გავაშუქოთ და მივაწოდოთ მაყურებელს, რაც მაესტროს ირგვლივ გარე პერიმეტრზე და ასევე შიდა ეზოში მიმდინარეობს. კარგი, ძალიან დიდი მადლობა. ნანუკა იორდანიშვილი იყო ჩვენთან სატელეფონო ხაზზე. ჩვენ დაველოდებით პირველ კომენტარებს ამ შეხვედრიდან, როგორც მაყურებელმა და მსმენელმა შეიტყო, მოლაპარაკება ჯერ კიდევ არ დასრულებულა, მიმდინარეობს მეორე სართულზე. რაღაც სტრატეგიული ადგილებია. ძალიან სასაცილოა. გეთახმებით აბსოლუტურად. მეორე სერიაზე საუბრობდით ბატონო დავით, რა შეიძლება იყოს მეორე სერია, რა შეიძლება იყოს ამას უარესი, რაც ხდება ახლა. ხო, ახლა მართლაც ისეთი ვითარება, რომელზეც რაღაც სამართლებრივ სიბრტყეში საუბარი ძალიან რთულია. ახლა მოლაპარაკებებს ბრძანებთ, ხო? ამ მოლაპარაკების შედეგი თუ იქნება ის, რომ მხარეებმა რაღაცა, ასე ვთქვათ, ცივილურ შეთანხმებას მიაღწიოს იმაზე, რომ მოლაპარაკებები ცივილურად გააგრძელონ სადმე სხვაგან და არა აი ამ ფონზე, ამ აურზაურის ფონზე, ამ დაძაბულობის ფონზე წავიდნენ და ილაპარაკონ. ამას ვინ უშლის ან ერთ მხარეს ან მეორე მხარეს, მაგრამ აი ეს დაჟინება რომ მე არა შემდგა კიცმარიშვილის მხრიდან რომ არა მე აქედან არ გავალ სანამ რაღაცები არ მოხდება, ეს მიანიშნებს იმაზე რომ აქ მხოლოდ სამართლებრივი და ესეთ თემებთან არ გვაქვს საქმე, იმიტომ რომ როცა სამართლებრივი პრობლემები აქვს ადამიანებს, ამას არ ყვევენ იქ სადაც ეს ირკვევა ხოლმე. ეს კარგად გვახსოვს ახლა ვახსენე და არ ვიცი უკვე მე არ ვიცი ჩემდა სამწუხაროდ როგორაა, მაგრამ ეროსი კიცმარიშვილს ვიცნობ იმ დროიდან, როცა მართლა ცალ-ცალი კალოშით ჩამოვიდა თბილისში რუსთავი 2-ის დაფუძნების დროს. ჯერ კიდევ რუსთავი 1-თან ჰქონდა პრობლემები და სულ პრობლემები ჰქონდა. მერე საკუთარ რუსთავი 2-ის დამფუძნებლებთან ჰქონდა პრობლემები და ნახევარი მათგანი აღარ დარჩა რუსთავი 2-ში. მე გეუბნებით 90-იანი წლების ბოლოს ამბებს. ბედი ყოფილა მედია სფეროში ესეთი დაპირისპირება რაღაცები მერე რუსთავი 1-თან, მაგრამ არც ის დამფუძნებლები შევარდნიან ეროსის და რაღაცა ამ ტიპის პრობლემები შეუქმნიათ და არც ხვები და არც ხვები. ანუ დავა და კამათის შესაძლოა ყოფილიყო, ეს ცილდება ამ დავის და კამათის ფარგლებს. მე ხა დეტალები ნამდვილად არ ვიცი. დღეს გაისმის მოსაზრებები, რომ საერთოდ როგორ და რატო დაუკავშირდნენ ამ კაცს და ასე შემდეგ. კი ბატონო, ეს პრეტენზია ისმის. და ამაზე მე მგონი მამკაღლონტმა არაერთხელ გააკეთა განცხადება, რომ ეს იყო ყველაზე რთული პერიოდი ტელეკომპანიისთვის, როდესაც მისი არსებობა არ არსებობის საკითხი იყო. ამ ნაწილში მართლაც რთულია განსაჯო რამე ყოველ შემთხვევაში მომავლისთვის, ბევრისთვის გაკვეთილი იქნება ალბათ, რომ ბიზნეს პარტნიორობა თუ პოლიტიკური პარტნიორობა თუ ნებისმიერი რაღაცა საქმის ერთად კეთება ჯობია იმ ადამიანებთან, ვისთანაც რაღაცნაირად სხვა რეპუტაცია და გამოცდილება აქვს. რაც შეეხება მეორე სერიას, მე ხელისუფლების პოზიცია დღემდე დაკავებული და სახელმწიფო მედიის მხრიდან გარკვეული აქცენტები და პედალირება რაღაც თემებზე მიმანიშნებს იმისკენ, რომ არ არის გამორიცხული, რომ ხელისუფლებამ გადაწყვიტოს არა თლადი მეთოდებით მაესტროსთან გამკლავება, როგორც იმედს
გაუმკლავდა. დიახ. მაგრამ ანუ პირდაპირ ღია სამართლებრივ საკითხებში გადატანა, სხვა შორის ესეც გარკვეულწილად რუსეთში აპრობირებული მეთოდია NTV-სთან დაკავშირებული მოვლენებით ვახსოვს ვინმე, სწორედ თითქოს და ვითომ დამფუძნებელთა და პარტნიორთა შორის საკითხის და პრობლემების გარკვევა შეეწირა ის, რომ მე რაღაცამ ამ ტელევიზიას მოკიდა ხელი. მე როგორც ვიცი და რაც ვიცი სამართლებრივი მხარე ამ საქმის ეს შეუძლებელია. ამისი მთავარი გარანტი არის სწორედ აი სამართლებრივი საქმე შეუძლებელია რას გულისხმობ? შეუძლებელია რომ ხელისუფლებამ სამართლებრივი გზით მოახერხოს ამის გაკეთება. მოკლედ ჯოზეფ კეი 2 ამ საქმეში ეროსისგან არ გამოვა. ამას გულისხმობ იმ ხელშეკრულებებიდან და რაც ჩემთვის ცნობილია. კი ბატონო. მეორე მხრივ აქ მთავარი და გადამწყვეტი არის იმიტომ რომ მათი სტატუსები არის სხვადასხვა ამ შემთხვევაში ამას გულისხმობთ ის არის სტატუსებია სხვადასხვა და ელემენტარული ამბავია და მე მგონი ყველასთვის ნათელი ამას არ ჭირდება იურისტობა. ხელშეკრულებაზე, როდესაც ჩვენ რაღაცაზე შევთანხმდით, იმ ხელშეკრულების გაწყვეტა შესაძლებელია, როცა რომელიმე მხარე არ არის კმაყოფილი მეორე მხარის მოქმედებით. და მაშინაც, როდესაც მეორე მხარე თავად არღვევს ამ ხელშეკრულებას. ეროსი კიწმარიშვილი, რომელიც ღობეზე გადაძვრა, უკანონოდ შეიჭრა იმ დაწესებულებაში, რომლის შესვლა-გამოსვლის სხვა წესია დადგენილი. არ იყო უკანონოდ ირწმუნება ბატონი ეროსი, ჩემია ეს ყველაფერიო და ჩემს ტერიტორიაზე. არ არის ასე ჩემი და ასე ყველაფერს თავისი რეჟიმი აქვს, ყველას შესვლას, გამოსვლას და მათ შორის იმ გადაწყვეტილებებს, რომელიც მან გამოგვიცხადა, რომ ერთპიროვნად გაათავისუფლა ვიღაცები. ანუ, როდესაც ერთი მხარე იწყებს ხელშეკრულების დარღვევას, ეს არის უკვე საფუძველი იმისა, რომ მეორე მხარემ უთხრას, რომ შენ არ ვევ შენი მოქმედებებით, ამიტომ აღარც მე მინდა ამის გაგრძელება. მეორე მხარე აპილირებს იმაზე ბატონ დავით, რომ თუ კი ხელშეკრულების შეწყვეტა ხდება ერთი მხარის მხრიდან, ამის შესახებ ხელშეკრულებაში წერია, რომ მეორე მხარე 3 თვით ადრე უნდა ეცნობას. აი ზუსტად ამას გულისხმობ უყურეთ, როდესაც მე ჩემი ნებიდან გამომდინარე იმიტომ კი არა თქვენ რამეს არ ღვევთ ხელშეკრულების პირობას. უბრალოდ აღარ მინდა თქვენთან ურთიერთობა. უკეთესი მართველი მოვძებნე, მაგალითად. თქვენ კი აკეთებთ თქვენ საქმეს, მაგრამ ახლა უკეთესი მოვძებნე. ან სულ აღარ მჭირდება შენი მართვა. მე თვითონ მართავ ამ ჩემს ტელევიზიას. ასეთ შემთხვევაში 3 თვით ადრე აცნობებ. მაგრამ გარდა ხელშეკრულების არსებობს ზოგადად სამოქალაქო სამართლის კოდექსი, რომელიც ამბობს, რომ თუ თქვენ დაიწყეთ ხელშეკრულების დარღვევა, მაგალითად ბინარო გქონდეთ ჩემგან ნაქირავები. და იქ ცხოვრობდეთ. და ეწეროს რომ მე 3 თვით ადრე უნდა გაცნობოთ რომ ჩემი ბინა გაათავისუფლოთ. მაგრამ თუ ხედავთ თქვენ ჩემი ბინას ცეცხლს უკიდებთ, ან ანგრევთ, ან ამტრევთ და მოგწეროთ რომ იცით რა 3 თვის მერე უნდა გახვიდეთ აქედან, არა? დაანგრევთ, ამტრევთ და მერე. ხო, და მერე 3 თვის მერე გიწყოთ ხელშეკრულებას. ანუ როცა ერთი მხარე იწყებს დარღვევას, მეორე მხარეს აქვს უფლება უთხრას რომ თქვენ ამის გამო უნდა შეწყდეს ეს ხელშეკრულება. ეს არის სამართლებრივი მხარე, მაგრამ გარდა სამართლებრივი მხარეს, აქ არის ფაქტობრივი მხარე. ვისი და რის მართლობას იჩევებს ეროსი კიწმარიშვილი? დამფუძნებლები ამბობენ, არ გვინდა შენი მართვა. ჟურნალისტების მთელი კორპუსი, ვისაც საზოგადოება იცნობს, ანუ ვინც ეთერში ჩახართ, ყველა ამბობს, რომ არ გვინდა. ეგ ამბავი ჩვენ განცხადება გავაკეთებთ დღეს. განცხადებას გულისხმობ. ის პერსონალი, რომელიც თქვენზე არანაკლებ საქმეს აკეთებს, ოპერატორები და ტექნიკოსები, აი ვინც ახლა ამ ყველაფერს უზრუნველყოფს, ეს ხალხი აგერ არის ამბობენ, რომ არ გვინდა ბატონო შენი მმართველობა. ანუ ვის მართავს მაშინ კიწმარიშვილი, ვის მართვას ჩემულობს, როცა ყველა ამბობს, რომ არ გვინდიხარ. ანუ აქ უკვე სამართალთან ერთად ეს პატარა ბავშვობა არისო ესეთი რამეც განაცხადა ბატონო. ბავშვობა რა არის ეს ჩვენ ნახეთ. ეს ჩვენ ნახეთ, მაგრამ ნუ ნეტა ბავშვობა იყოს და არა უფრო სხვა რამ. გასაგებია. თქვენ განაცხადეთ, რომ უკეთესი მართველიო. ამ შემთხვევაში, როგორც მე ვიცი, თავად მაესტროსთან ფუძნებლები ასახელებენ მიზეზად იმას, რომ მართვის კომპანია სწორედ ვერ ახორციელებდა, ქონდა რიგი დავალიანებები, ქონდა რიგი დარღვევები, რომლის გამოც შემდეგ ამ დაგროვილი დავალიანებების გამო და იმის გამოც რაც ხდება ამ 2 დღის განმავლობაში, მართველმა ჯგუფმა, ანუ დამფუძნებლებმა მოითხოვეს უпростоრად გადაწყვეტეს შეეწყვიტათ ხელშეკრულება. უარესი სცენარი რა შეიძლება იყოს? ყველაზე ცუდი რა შეიძლება იყოს იმისთვის რომ მე დარწმუნებული ვარ რომ ცუდი არ მოხდება და ამისი მთავარი გარანტი ბრძანდებით თქვენ. ანუ ის შეკრული ჯგუფი და კოლექტივი, რომელიც ჩვენ იმასაც ვერ ვახერხებთ ბატონ დავით რომ მეორე სართულზე შევიდეთ და სტუდიაში თქვენ ახერხებთ ამ წუთამდე თქვენი მთავარი საქმის გაძღოლას. თქვენ მოახერხეთ ის რომ არა მხოლოდ საქართველოში, მთელმა მსოფლიომ ნახა
კადრები, მოისმინა ინფორმაცია, საქმის კურსია და ეს ასე მარტივად ვერ განხორციელდება ის მეორე ცუდი სცენარი. მეორე ცუდი სცენარი არის ის, რომ აი ერთჩვენიერ დღეს მაესტრო ჩართოს ტელემაყურებელმა და იქ ვერაფერი ვეღარ ნახოს. ან რადიო მიმღები ჩართოს და ვერ მოისმინოს. ეს გამორიცხულია და მე გონია რომ თუ აქამდე მივიდა საქმე რომ ეროსი კიცმარიშვილმა არ ვიცი მართლა მოახერხა ის ხელისუფლების დახმარებით, რომ აი ჩაკეტა, გადაჭრა, არ ვიცი, დაწვა, არ ვიცი, რაღაც უბედურებები ჩაიდინა. ამ შემთხვევაშიც კი მე დარწმუნებული ვარ, რომ მაესტროს კოლექტივი, მაესტრო გააგრძელებს ფუნქციონირებას და თავის საქმის კეთებას. ამ ნაწილში, რა თქმა უნდა, მე რაღაცნაირად ვეხმიანები ბიძინა ივანიშვილის დღევანდელ განცხადებას. დღევანდელ განცხადებას იმის თაობაზე, რომ ამ შემთხვევაში ჟურნალისტები, ტელევიზია, ტელემაყურებელი არ ვართ ბედის ანაბარა და ხელისუფლების ანაბარა, მათი კეთილი ნების ანაბარა, ეროსი კიცმარიშვილის კეთილი ნების ანაბარა. ჩვენს შეგწევს ძალა, რომ საქართველოში არსებობდეს ის ტელევიზია, რომელიც არსებობდა დღემდე. ამ ხრიკებით ნიშნავს იმას, რომ მაესტრომ დაამტკიცა, რომ ის იმსახურებს ეთერში ყოფნას. და ამას რომ იმსახურებს ამ დღეებმაც გამოაჩინა ასეთი ამბები კიდევ უფრო კრავს ხოლმე კოლექტივს ანუ თუ ვინმე ფიქრობდა რომ აქ შიდა განხეთქილებები იქნებოდა ყველაზე ცუდი ის იქნებოდა ის სცენარი რომ ახლა მე და თქვენ აქ საუბრობდეთ და თქვენი კოლეგა ჟურნალისტების ნახევარი ამბობდნენ რომ ეროსი გვინდა მართლად აი ეგ იქნებოდა ცუდი სცენარი კი ბატონო გასაგებია ძალიან დიდი მადლობა ბატონ დავით ხარდაჭერისთვის ძალიან დიდი მადლობა სტუმრობისთვის და საუბრისთვის დავით უსუფაშვილი იყო ჩვენი გადაცემის სტუმარი რამდენიმე წუთში ეკაბერიძე სტუმართან ერთად დაბრუნდება დროებით